Максималურად 링ზე გაგადი. ანუ არ გადის. შაშა არ გადაგდო. მაქსიმალურად 링ზე. Last weekend, which still Midilumo. Știrile, ho? Хорошо. Senti che viene come uscire per sta cadastra, se guardati. Che periodo. Tanto si fa. ეს არის მაგისი და ოღონდ მამით სხვა არის. შეიძლება სამოძრაო აპარატთან. როდესაც აქვს ესე სუსტიაქსელი ის მოძრაობისას დიდი ძალა ადგება ოპონენტად და სწრაფად იღლება. ისევე როგორც ფეხები რო აქვს ან ესე უკან მიახლოებული და თავის იმასე გასაგებია. ნავარჯი რომ უნდა იაროს, ამ დროს ადგება პრობლემა.
ამ ზაღლზე ბევრჯერ გითხრია რაღაცები, რაც აქვს ახლა თავისი ცოტა სიმძიმე ამ შემთხვევაში. ეხლა პირიქით ეს ცოტა უფრო ეს არის. შევსებულიც არის ზაღლი და ეს არის მოსუხებულიც არის და მაგრამ საბაგიეროდ ზაღს აქვს 3 დიპლომი უკვე აღებული და ეს სამონადირო ფიზიკური ძალიან კარგი. ამიტომ ამას ახლა თუ წესიერად შევუშვით, აი მართლა ძალიან გასაგებია რა ხო. გურია სადაფია 25 სანტიმეტრი. ამასთან უნდა მოხდეს შერჩევა კვადის, როდესაც გავიკვადისენებთ და აქედან მივიდეთ. რაც შეეხება ახლა იმ ზაღს ის ნახეთ უბრალო გასაფრთხილებით და ყველანაირი ამაზე და რაღაცა ძლიერ ტანს დაუყენებთ. ის მოვაბარო ვარჭამოს. ცოტა გავიწიოთ რომ ზაღლები გამოჩნდნენ. დილი. Come modi. Ai. Modi. Ოდების ვიც მაინც ეხები აქ რო შეხედა ზაღლებს შეხედა შეხედა წინიდან შეხედა ვაი ამიტომაც რაც მოეხმარება კონსტრუქციას ის ჩაუთხედებული თავები ეხლა რაც მოვიდა აი ეს გამოწვეული და დაწეული ამაში განიერი ეს ისინი აქ ამაში გამოკვეთილა აი ამაში არჩევს მიუხედავად იმისა რომ ახაც არიული ჩემი სისტემები ერთმანეთს აი ეს ორი ზაღლი არის დაახლოებით ერთნაირი ტიპის აი ეს მესამე ზაღლი ამათან თითქმის არაფერს ოდნავ აწეული აქვს ეხლა აი ახლა ჩამოყენილი აი ეს ნაბიჯი და შედარებით აი ეს განუგრავას მე ვინიდგა. კარგი მეოთხე კლაუს ხო? თქვენი ყავით აქ ამის მერე არა. ამას ვალაგებ თგვარის შეხედა. ნუ ამ ზაღლზეც როგორც ავთქვით რა ხალხო ეხლა ამას არაფერი ის არ აქვს და ზაღლი ვერაჩეს როცა ამ ძალიან გამხდარ უნდა იყოს და არც ძალიან ისეთი სულხნათ არის ზაღლი აი საგამოფენო კონდიცია გუნები არ უნდა უჩანდეს მაგრამ უნდა იყოს აი სპორტულ ფორმაში რა რო ისე რომ აი დაჭიმული იყოს და ზაღლი და თქვენი დექი ხო? აი ამაზე რა გითხარით რა მერე და რა თავარი ეხლა რასაც ვაყიდები ამბობენ როდესაც იყო აი წითელი ლიმონისფერი თვალები და რაღაცა არ მოლოდი რომ თითქმის არ ხდება ეხლა მეტნაკლებად დაწყობა არის მაგრამ ისე რომ ხალხი რო გეცეს აი რომ გიყურე ზაღლი და ამით ესეთი ის ტრაფია გამოკვეთილი წითელი თვალი არსად არ არის ფორმატები ყველგან კარგია აი ესეც ოდნავ ეხლა ეს არის გამხდარია ეხლა და შემცემელი ხდება ეს ზაღლიც აი ესეთი ერთი ტიპი არის რასაც ვამბობთ რომ თავებიც და თითქმის უყოლეს კარგია არცეთ ერთსაც ვერ იქნებო აი ეს 4 კუთხეც აი 4 კუთხედია რა რომ თავი თანამედროვე ენაში არის რა სულიანო ჩავი ზაღლები გამოჩნდა იქნება ვერ გაიგეთ რომ არ იცოდეს საბუჩახეზე რა არის ფუტბოლჭრილი არაფერი ეხლა აქ არის ბევრ რაღაცას ვალცეთ კიდე ერთხელ ვამბობ. ნუ გამოვეკიდებით მაინც იმას, რა ქვია, მე რამდენი იდგა რიგზე. ახლა ზაღლი იდგეს, თქვა მე-5 რიგზე და ხონდეს, რა ქვია, მეორე ხარისხის დიპლომი ორჯერ და ეს ისა. ჯობია პირველი ზაღლები მთელი სიცოცხლე. პირველ ადგილზე ადგილზე ამ რიგზე და დიპლომი არა აქვს. საიდან აიყვანთ ლევს თვითონ მითხარით რომ ვინდოდეს. არა, პირველ რიგში ჩახედავ სანადირო იმას და ახლა როდესაც არის აქ ეხლა ეს გაისათ რომ მოიყვანო ან სხვა ექსპერტი რომ მოიყვანო ეხლა ეს 7 ზაღლი შეიძლება რაღაცა პატარა გადაჯგუფებებით გააკეთოს და რომელიც რაღაცა რო იდგა ზაღლი შეიძლება მე-5-ზე დააყენოს და შეიძლება მე-4-ზე. მაგრამ ამით არაფერი არ არის. თავარი არის კიდევ ამბობ შეფასება. და რაც თავარია კიდევ ამბობ შეფასება რადგან არის ამდენ ზაღში ახლა თეთრ ზაღში რომ 7 ზაღლი პრიაც მიიღებს ის რიგი არის კარგი და ეს რა ქვია ზაღლები არის კარგი. ეხლა რაც შეეხება საველე დიპლომებს აქ ყავს ამ ზაღს აქვს ერთი მესამე ხარისხის დიპლომი საკმაოდ მაღალი თვლებით და ძალიან პერსპექტივია ამ თვალსაზრისით
ამ ძაფს აქვს ორი დიპლომი მაღალი იმით და კიდე ხო ამასაც წერა როგორც ვთქვით ამ ძაფსაც ძაფსაც აქვს, ამასაც ერთი აქვს, ამას სამი რიგია. ხო და ეხლა ხულებს დავხულით და ეს ის ამირაში დიპლომში ჩავწერ მაგის მერე რაც მონაწილეობას გავაკეთებ ამ იმაზე შეფასების კურსზე. ეხლა რო არის ახლა სულ ბოლოდან ხალხო დადექით და ბოლოდან მოდით ისე რომ მოვასწროთ